შესაძლებლობები. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კი თავდაჯერებულობა და გამბედაობა შეგმატათ წარმატებისკენ. ძალიან ძვირფასია სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებები. სკოლაში მიღებული ცოდნა გახდა მტკიცე საფუძველი სამომავლო მიღწევებისთვის. ცოდნით გაიხსნა ახალი გზა, უამრავი ახალი გზა და ოცნებით, რომელსაც გვჯერა, რომ აუცილებლად 14-მა მოსწავლემ. მედალოსანი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 16 საჯარო სკოლისა და 1 კერძო სკოლის 65 კურსდამთავრებული. მე მგონი უნდა ტაში დავნიშნოთ ეს. მათ შორის ოქროს მედალოსანია 57 მოსწავლე. ვერცხლის მედალოსანი კი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ სკოლაში მიღწეულ წარმატებებს. გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ ლახ, ნათელ მომავალსა და თქვენი მიზნებისთვის მიღწევას. ახლა კი სცენაზე ვიწვევთ და სიტყვას გადავცემთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ბუკიას. გთხოვთ ბატონო დავით. მუნიციპალიტეტში რომ დაჯილდოვდით იმ შრომისთვის, ვისთვისაც მთელი 12 წელი იღვა. თავისთავად ბედნიერებაა, როდესაც კურსდამთავრებულების არის ოქროს და ვერცხლის მედალოსანი. გილოცავთ ყველა თქვენგანს, თითოეულ თქვენგანს სკოლის წარჩინებით დამთავრებას. სკოლის წარჩინებით დამთავრება არ არის ეს იოლის საქმე. ამას გურამიშვილიც ამბობდა, ხო? სწავლიძელი მწარე არის, ენცეროში გადმილდების. მაგრამ თბილ მწარეა. მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით და ალბათ დამეთანხმებით. მეტად თბილი იქნება, მეტად თბილი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე. ვინაიდან თქვენ ამ საფუძველს დაეუფლეთ უკვე სკოლაში და თქვენთვის განათლება და ხვალ განათლების მწვერვალების დაპყრობა თქვენთვის იქნება ჩული ამბავი, ერთი ჩუულებრივი დღე. მე დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგან იქნება როგორც წარჩინებულები ხართ სკოლაში, წარჩინებული იქნებით უმაღლეს სასწავლებლებში. გვეიმედებით, გვეამაყებით, თქვენ ხართ ხვალინდელი დღე, თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც ჩვენ უნდა ჩაგვანაცვლოთ და ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, როდესაც იცი რომ მომავალი მუნიციპალიტეტის და იმ საზოგადოების, იმ მშობლიური ქალაქის, სოფლის მომავალი არის საიმედო ხელში. მე ბედნიერი ვარ ამით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას გისურვებ და განსაკუთრებით მინდა მოვიფერო თქვენს პედაგოგებს, მასწავლებლებს, ვინც თქვენ გაზიარათ ან პანს, იმ ქართულს, ყველანაირს, რაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის არის მისაღები. დიდი მადლობა ქეთს ვიხრი პედაგოგების წინაშე და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ აი ამ გამორჩეული თაობის გაზრდისთვის და კიდევ მრავალი გაგეზარდოთ საქართველოსთვის და რაც მთავარია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ, იხარეთ და იბედნიერეთ და იღეგრძეთ. გენაცვალეთ. მადლობა ბატონო დავით. დღევანდელ დღეს ახალგაზრდებს მიულოცავს საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ლევან ქავთარაძე. გთხოვთ ბატონო ლევან. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ძვირფასო ხობელებო, მოგესალმებით ახალგაზრდებო, წარმატებულებო. დღეს უდიდესი დღეა, დღეს არის ცოტნეობა და მე მინდა გისურვოთ ცოტნესეული
სამშობლოს სიყვარული და გვერდში მდგომის დაფასება გაკოლოდეთ მთელი ცხოვრება. დიდგორობას გილოცავთ და როგორც ქართველებმა დიდგორის ბრძოლაში გავიმარჯვეთ, ესეთი გამარჯვებულები ყოფილიყავით თქვენი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე. კარგები ხართ, ყოჩაღები ხართ. მე მინდა გისურვოთ წარმატება. ცხოვრების ერთ-ერთი კი არა ვიტყოდი, რომ ყველაზე ტკბილი პერიოდი უკვე დაასრულეთ, რასაც ბავშვობა ქვია და აწი შემდეგ ეტაპზე უფრო საპასუხისმგებლოზე, მაგრამ თავის მხრივ ბევრად უფრო საინტერესოზე დგამთ ნაბიჯებს და მე მინდა წარმატებები გისურვოთ ამ დიდ გზაზე. მინდა წარმატებები გისურვოთ იმისთვის, რომ დაეუფლოთ ცოდნის მწვერვალებს და რა თქმა უნდა მას შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ჩვენი ხობი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო წარმატებული და იმისთვის, რომ ეს ხობი იყოს თქვენი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე მინდა თითოეულ თქვენგანს რა თქმა უნდა ცოტნეობა მოგილოცოთ და ბატონ დავით ბუკიას სულ გუშინ მოხდა ეს ამბავი და მიულოცო კიდევ ერთხელ ხობის მერობის კანდიდატობა და მინდა წარმატებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი აუცილებლად გაიმარჯვებს ამარჯვენებში, იმიტომ რომ ის არის ღირსეული პიროვნება და ის არის ღირსეული მერი და კიდევ 4 წელიწადს არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ხობის მუნიციპალიტეტისთვის. მადლობთ, გილოცავთ და წარმატებები. მადლობა ბატონო. 2023 წლიდან ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს წარმატებული მოსწავლეების, წარმატებული სტუდენტებისა და განათლების სფეროში მოღვაწე პირთა დაჯილდოებას. წარმატებულ მოსწავლეთა ფინანსური ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერისთვის განათლების ხელშეწყობის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე 2024-2025 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები ჯილდოვდებიან ერთჯერადი ფულადი ჯილდოთი. მედალოსნებო, გილოცავთ მიღწეულ წარმატებას. წარმატებულო კურსდამთავრებულებო, მადლობა თქვენ, რომ სკოლის გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ. განსაკუთრებული მადლობა თქვენს თითოეულ მასწავლებელს, მშობელს და თქვენს სკოლას მხარდაჭერისთვის. დამეთანხმებით, რომ მასწავლებლები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანი საქმეს აკეთებენ და მოსწავლეების წარმატება მათი წარმატებაც არის. რესურს ცენტრს, სკოლას, მასწავლებლებს უდიდეს მადლობას გიხდით თქვენი მოსწავლეების მიმართ ფასდაუდებელი საქმიანობისთვის. თქვენი აღზრდილი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა, მე მგონი ხა უნდა დავიწყოთ დაჯილდოების ცერემონია. დიახ. მედალოსნებს დააჯილდოვებს ჩვენი მუნიციპალიტეტის მერი ბატონი დავით ბუკია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო დავით. ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება. ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს უჩა ალანიას. გაუჩას. ახლა კი სცენაზე ვიწვევთ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ივეკო ახალაიას.
მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა გვასალია. მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გველესიანი. მადლობა გიორგი. ქალაქ ხობის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ წარმატებები მარიამს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის ნომერ მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიგი ჩიტაია. მადლობა გიგის. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის ნომერ პირველ საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ცხადაია. წარმატებები მარიამს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ნომერ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დიმიტრი ჯიშკარიანი. ვფიქრობ, რომ დიმიტრი ამ მომენტისთვის ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ სკოლას გადაეცემა და ის ამ ჯილდოს აუცილებლად მიიღებს. დავაჯილდოვოთ აპლოდისმენტებით და დროა გადავიდეთ ოქროს მედალოსანთა დაჯილდოებაზე. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბის საჯარო სკოლა მირანდა ალექსანდრია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რეზი არველაძე. წარმატებები რეზის. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ანა ასათიანი.
ქალაქ ხობის ნომერ პირველი ნომერ მეორე საჯარო სკოლა ტატა ბუკია ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ლუკა გაბისონია მუნიციპალიტეტის სოფელხეთის საჯარო სკოლა გიგი გელენავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელხეთის საჯარო სკოლა ანასტასია გერგაია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელხეთის საჯარო სკოლა ელენე გოჩალეიშვილი აპლოდისმენტები არ დავიშოროთ. დამსახურებული აპლოდისმენტები დამეთანხმებით. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლა გიორგი გრიგოლია.
სცენაზე ვიწვევთ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ხატია გურალიას. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლა ნინი დოლბაია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლა მაია ზარანდია. მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლა ანი თირქია. მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისპურის საჯარო სკოლა ლუკა თოლორდავა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა ნინო თუთისანი. აплოდისმენტები ჩავხდეთ ნინოს. ესტატა შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ 1 მაისის საჯარო სკოლა ლუკა კახიანს თხოვთ სცენაზე. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ნომერ 1 საჯარო სკოლა მარიამი კვარაცხელია.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლა მარი კიზირია. მარის ახალკის სცენაზე ვუხმობ ქალაქ ხობის ნომერ 2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს კესო კობახიძე. ხობის ნომერ 2 საჯარო სკოლა სადა კობახიძე. ამონისმეტებით დავაჯილდოვოთ საბა წარმატებებით ვუსურვოთ სკოლა არეა ნიკოლოზი კორტავა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა გიორგი მესხია. მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლა მარი მურვანიძე. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლა სალომე ნადარაია.
საჯარო სკოლა. ლიზინ ნარსია. საჯარო სკოლა თამარი ბაბავა აბუდიშმეტები ჩევხეთ თამარს ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა. ნინო როდონაია. ნინოს ქალაქ ხობის ნომერ პირველი საჯარო სკოლა მარიამი რაფავა ხეთის საჯარო სკოლა დათა რუხაძე სოფლის საჯარო სკოლა ნანა ტრაპაიძე მიზეზების გამო დღეს აქ არ იმყოფება, თუმცა სკოლა გადარსევს მას ამ საპატიო სიგელს. აპლოდისმენტები არ დავიშუროთ. სცენაზე ვიწვევთ ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ მარიამ ფაჩულიას.
მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლა ანანო ფოცხორაია. სოფელ შუახორგის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ლიზა ქანთარიას. მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლა ნინო ქარაია. სოფლის საჯარო სკოლა საბა ქარდავა. სკოლა არეა ანა ქებურია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლა ლუკა ქირია. აპლოდისმენტები ჩავხდეთ ლუკას. ქალაქ ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა საბა ქირია. ქალაქ ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს მარიამ ღადუას. საჯარო სკოლა დავითი შანია.
ქალაქ ხობის ნომერ 2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ მარიამ შონიას. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლა ნინი შონია. ქალაქ ხობის ნომერ 2 საჯარო სკოლა ლიზი ჩიტაია. ხობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ საწუყველ ანანო ცხადაია. მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა ანასტასია ზაგანია. ნომერ 1 საჯარო სკოლა ეთერ ჯედია.
გიორგი ჭითანავა სცენაზე. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლა ლიკა ჭითაშვილი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ჭითაშვილი ჯილდოსის აუცილებლად მიიღებს. ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლა დაჩი ჯობავა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ფრიად სასიამოვნო იყო, სასიამოვნოდ დამღალეთ. მინდა გითხრათ, მაგრამ არ არის პრობლემა. თავარია ვისწავლოთ, განათლება მივიღოთ და მე მეორე სვლაშიც ვიმუშავებ, არ არის პრობლემა. თქვენთან, თქვენი სიყვარული და თქვენთან ერთად. გენაცვლები. კიდევ ერთხელ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ახალგაზრდებო მიღწეული წარმატებისთვის. გვეამაყებით, გვეიმედებით და გვჯერათ თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების. ახლა კი სიტყვას გადავცემთ ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროს ქალბატონ ანა არაბულს. ხო, ქალბატონო ანა. მოგესალმებით. რა მშვენიერი დღეა. მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში ცოტნეობა, დიდგორობა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ჩვენს ახალგაზრდებს. ეხლა კი მინდა რომ ღრმად ამოისუნთქოთ და ხურვალ ეტაში დაუკრათ თქვენი ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ყველა გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ, გვეამაყებით. გილოცავთ ახლა უკვე ოფიციალურად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის სტატუსს, რომელიც ძალიან დიდ ჯილდოსთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ხომ მეთანხმებით? კი. გილოცავთ კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ ხობის მერიას, ბატონ მერს, საკრებულოს, მის თავმჯდომარეს, მთელი წლის და ზოგადად გვერდში დგომისთვის, განათლების სადარაჯოზე დგომისთვის პირველ რიგში. უღრმესი მადლობა ამ ლამაზი ღონისძიებისთვის და მე მჯერა რომ დღევანდელი დღე და თქვენი ეს ოფიციალური სტატუსი იქნება თქვენი წარმატების საწინდარი. გისურვებთ წარმატებას, უღრმესი მადლობა. მადლობა ქალბატონო ანა. სცენაზე ვუხმობ ქალაქ ხობის ნომერ 2 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანა თირქიას.
საზოგადოებაო, ძვირფასო კურს დამთავრებულებო. მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს. ასევე სრულიად საქართველოს ვულოცავ უდიდეს დღესასწაულს ცოტნეობას. და ამ ულამაზეს დღეს ვზეიმობთ ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მედალოსნების წარმატებას, რომლებმაც თავისი შრომის მოყარეობით მოიპოვეს ეს უდიდესი ჯილდო და აღიარება. მე ნამდვილად მჯერა, რომ არც ერთ თქვენთაგან მისთვის ოქროს მედალი ან ვერცხლის მედალი არ არის თავმოწონების მიზეზი, ზედაპირული პრიზი ან სტატუსის დეკორაცია. მედალი ეს არის ღირსების, ნიჭიერების, მიზანდასახულობის სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა დამსახურებულად მოიპოვო. მე ნამდვილად მჯერა, რომ თითეული თქვენთაგანი მომავალში შეძლევთ მტკიცე შრომას, სიღრმისეულ სწავლას, მიზნისადმი ერთგულებას. თქვენ გაქვთ უდიდესი მოვალეობა, უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ გისურვებთ, რომ თითეული თქვენი წარმატება იყოს არა შემთხვევითი, არამედ ამ უდიდესი ჯილდოს დამადასტურებელი შედეგი. რომ ეს ოქროს მედალი იყოს თქვენთვის მოტივაციის, შთაგონების წყარო და არა საბოლოო მიზანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებას, თქვენს მომავალს მუდმივად თანსდევდეს სამშობლოს, მოყვასის, ცოდნის სიყვარული, შრომის მოყარეობა და უმაღლესი პასუხისმგებლობა. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, მერს ბატონ დავით ბუკიას ამ არაჩვეულებრივი ულამაზესი პროექტისათვის, რომელსაც ჩვენი წარმატებული ახალგაზრდების დაფასება, აღიარება, სიყვარული და თანადგომა ჰქვია. გმადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. ახლა კი სცენაზე ვიწვევთ ხეთის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ანი ბუკიას. გთხოვთ ქალბატონო ანი. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია ამ სცენიდან მოგილოცოთ ესეთი მშვენიერი დღე. პირველ რიგში გილოცავთ ცოტნეობას და დიდგორობას, ესეთი გამარჯვებები ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას, გილოცავთ ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, თქვენი მასწავლებლების და თქვენი მშობლების ერთობლივი შრომის ესე წარმატებით და ლამაზი სიმბოლური დასასრულით დასრულებას. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ბუკიას, საკრებულოს თავმჯდომარეს მუდმივი გვერდში დგომისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ახალგაზრდებს უწევენ, რადგან ეს არის უდიდესი მოტივაცია მათთვის, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, კიდევ უფრო მეტი შემართებით, უფრო მოინდომონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს. მადლობა და წარმატებები ყველას. მადლობა ქალბატონო ანა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ადგილობრივ თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის და კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის. აპლოდისმენტები. ახლა კი დროა საერთო სურათი გადავიღოთ და სცენაზე ვიწვევ ხელმძღვანელ პირებსა და ყველა მედალოსანს. მე კი თან შეგახსენებთ დღევანდელი დღის განრიგს. 19 საათზე გთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ კონცერტს ანდრია გველესიანისა და ბენდის მონაწილეობით. 20 საათზე კი გაიმართება დიჯეის კონცერტი და გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძიებას. დაჯილდოების ცერემონია კი ამით დასრულებულია. ყველას მადლობას გიხდით მომგანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა.
ხელმძღვანელი პირების დიახ. კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო თავის სცენაზე. თავზე რაც